სალამი მეგობრებო. მოკლედ მე და გიო ვართ ჩემთან და გადავწყვიტეთ რომ რაღაც პოდკასტო ვიდეო ჩავწეროთ. ვილაპარაკებ ჩხუბებზე რა. მაინც კვირიდან კვირამდე ჩხუბების სანამ არის ხოლმე, მაინც ვლაპარაკობთ ხოლმე. განვიხილავთ ხოლმე ერთმანეთში და აწი კამერასთან ვილაპარაკებთ. დიახ. რაღაც ნიუსებსაც ვიტყვით, რა როგორ არის, რა როგორ იყო. და რა ვიმედია მოგეწონებათ თქვენს. მოკლედ მე-6 კვირა უკვე ველოდებით UFC-ს. UFC-ს გარეშე. UFC-ს გარეშე ვიყავით 5 კვირა, იდეაში ხო 5 კვირა, ეხა მე-6-ია. ამ შაბათს არის ჩხუბები. და საბოლოოდ დადგა ის დროც, რავი, მე ძალიან მენატრებოდა. ხო, რავი, მე რაღაცნაირად გავუძელი. შენ მაინც იმდენად ეხა არ აქცევდი ყურადღებას, მე მაინც მეფიქრებოდა ძალიან და ველოდებოდი კაროჩე რა და ხო, აქ ზოგიერთ სამსახური გვაქვს. შეგენა სხვა და მოკლედ დადგა ეს ჩვენი სანატრელი დრო და განვიხილავთ დღეს ჩხუბებს რა, ესე იგი დამთავრდა ESPN-ის ერა და იწყება Paramount-ის ერა იწყება და პირველი PPV ივენთი გახლავთ გვაქვს UFC 320 რომელია 323 ხო? მგონი 323 იყო წინ. UFC 324 გეიჯი ფიმბლეთის წინააღმდეგ. Main ივენთი ინტერიმ კამარზე, დროებით კამარზე. ილიას აქვს თავარი კამარი და ჩვენი ძმები Paddy Pimblett-ი ეცდება რომ title contender-ი გახდეს. მაგრამ ანუ იდეაში რო დაუკვირდეთ რა, ანუ რეალურად რო ვილაპარაკოთ, არაფერი არ არის ეს კამარი რა, ანუ არანაირი ფასი არ აქვს, იმიტომ რომ არც washed up Justin Gage და Paddy Pimblett-ი ვიღაცა დაუმტკიცებელი კონტენდერი, რომელიც რავი, რაღაცა washed up Michael Chandler-ი ცემა და აძლევენ hype-ის გამო იმას. იდეაში title eliminator fights. იდეაში ეგრე. ანუ არც Gage და არც Pimblett-ი არ არის. არც პირველი ჩემპიონები ხო არ არიან. არც პირველი ნომრები არ არიან. არც მეორე იდეაში, ანუ ისლამს თუ ჩავთვლით ის. ანუ მე ისლამს ისე lightweight-ად ვთვლი რა, იმიტომ რომ ისე წავიდა რომ წაგება არ ქონია. და პირველი ნომერი ცარუკიანია, ჩემპიონი ილია, ისლამსაც თუ ჩავთვლით, ანუ გამოდის მე-4 ნომერზე ჩხუბი რა, ანუ იდეაში კამარი არის მე-4 ნომრისთვის რა. ხო, კომეინი ქონდა ნუნეში ჰარისონის წინააღმდეგ, რომელიც ჩაიშალა. ჰარისონმა რაც კისერი მოიტეხა თუ ხო, კისრის ტრავმა მიიღო და საოპერაციოა, მაგას მოუწევს 1-6-7 თვე მინიმუმ. დაჟე იმაზეც არის ლაპარაკი თუ დაბრუნდა ვაფშე. ის ვიდეოც ნახეთ რო ტიროდა. ძალიან გაუუტყდა, იდეაში გაუუტყდებოდა რა, თუ არ გაუუტყდებოდა, მაგრამ უნდა თან ის ქონდათ, ისტორია ქონდათ მაგათ ხო იცი, ერთად ვარჯიშობდნენ. სპარინგ პარტნიორები იყვნენ, ჰარისონი, კაილა ჰარისონი რო MMA-ის იწყებდა, მაგ დროს ნუნეში ეხმარებოდა. და ისტორია ქონდათ რა, რავი, მეც ველოდებოდი ძალიან, მაგრამ მაინტერესებდა. მაგრამ მაგის გარეშეც, მაგ ჩხუბის გარეშეც დარწმუნებული ვარ, არავინ არ იტყვის, რომ აუ, ეგ ჩხუბი არ არის და ეხა აღარ უყურებ. ასე რომ ბოლოში მაინც ქალების ჩხუბია. ხო. შესექსი. ქალების წინააღმდეგ არაფერი უბრალოდ. ცოტა განდახან არის ხოლმე. ვინ ჩხუბობს ამ ქარზე? იცი თუ ნახე ნატალია სილვა, წინაზე რო გაყურებინე ძალიან მაგარი გოგოა. Bueno Silva. არა, ის Bueno სხვა არის. ხო, წვეჭი. ეს დაბალი წონა flyweight-ია. ძალიან მაგარ კიკებს რო ისროდა. რა ნიკნეიმებით ვიცი ქალები ისე სიზეგი. არა, ნიკნეიმი. არა, Tiny Tornado. მივალთ. დავიწყოთ რა, თავიდან დავიწყოთ. ხო, მოკლედ აქ ამ ქარზე გვაქვს 1-2 ისეთი ჩხუბი, რომელიც დიდად საინტერესო არ არის და მაგას ამოვაგდებთ, არ განვიხილავთ, უცნობები არიან.
და დანარჩენებს რავი მივყვეთ რა მოკლედ პირველი ერლი პრელიმის პირველი ჩხუბი გვაქვს ტაი მილერი ადამ ფუგიტის წინააღმდეგ და ის ზუსტად ეს ჩხუბი არის ერთ-ერთი მათგანი რომელიც ნაკლებად მაინტერესებს რა იცი რომელიმე აქედა ადამ ფუგიტი სადღაც შეიძლება გამიგია ხო ადამ ფუგიტს აქვს 5 ჩხუბი UFC-ში ასე თუ ისე აქ რაღაც გამოცდილება UFC-ს ერთი გამარჯვება აქვს და რავი ნორმალური არ არის სხვათა შორის ძალიან ცუდი მებრძოლი ძალიან MMA-ის მებრძოლია ანუ დგომში ჩხუბობს ჭიდაობს კიდევაც მაგრამ დიდი წარმატება არ აქვს UFC-ში მიღწეული და აქედან გამომდინარე დებიუტანტს ახვედრებენ ტაი მილერი არის კონტენდერ სერიებიდან არ მიყურებია ამ ბიჭის ჩხუბები და პროგნოზსაც ვერ გავაკეთებ რა ნახოთ პირველი ჩხუბია და ზოგჯერ არის ხოლმე ისეთი ჩხუბები ხო იცი პირველი ჩხუბია მაგრამ ისეთი ბენგერებია ხოლმე შეიძლება დახოცონ ერთმანეთი ასე რომ ეგ არასდროს არ იცი ხო ნახოთ რა იქნება რა კაი ეს ჩხუბი ესე ოფიციალური პრედიქშენი არ გვინდა და შემდეგზე გადავიდეთ ხო რა უცებ გავიარეთ ესეთი ხო შემდეგი არის შემდეგი ჩხუბიც ისეთი თემაა რა ხო ტურციოსი სმოდერმენის წინააღმდეგ ეს კიდე იმდენად არც ერთი მოჩხუბარე არ არის აქედან ექსაიტინგი რა ისეთი თემაა ეს ჩხუბის უბრალოდ ბანთამოეთები არიან რომლებიც იწყებენ თავის იმას რა თავის კარიერასავით ანუ იდეაში არიან უკვე მაგრამ UFC-ში იწყებენ რა ხო სმოდერმენი არის უფრო ეგეთი შერასაც იზახი ტურციოსი უკვე არის კაი ხანია UFC-ში ანუ ძალიან დიდი ხანიც არ არის, მაგრამ ანუ ვერ არიან კარიერაში ისე გაქაჩულები რა მაგას ვიძახი. პრელიმებში მაგიტო არის. გიხახმარი. ეგრეა. მოკლედ რიკი სტილისტიკური ჩხუბია რა. ჩემი აზრით სტილისტიკური დაპირისპირება იქნება აქ სმოდერმენი უფრო დგომში, უფრო სტრაიკერია და ტურციოსი მოჭიდავეა რა. როგორი მოჭიდავე, ეცი აი ძაღლი მოჭიდავე რა. აი dog რასაც ქვია რა, აი სურო. ტეიქდაუნებს ცდილობს და ისე შეგაწყვეტინებდა სმოდერმენი რა თესლიო არის. სმოდერმენი. და რაღაც ნიკნეიმი აქვს, ხო? რა აქვს ნიკნეიმი? Baby faced killer. ეგ არაფერი. სმოდერმენი გვარად რომ მახჩუბე. ხო, რაღაც ეგეთი ნიკნეიმი მახსოვდა რაღაცა. Smoothing machine თუ რაღაცა ეგეთი მახსოვდა, მაგრამ baby face killer-იც სხვათა შორის სახეზე რო დააკვირდე მართლა ბავშვს გავს. ანუ კაი სტრაიკერია რა წინაზე მახსოვს უყურე ძალიან კარგად გუმში ძალიან კარგად იჩხუბა, უბრალოდ პრობლემები ჰქონდა ტეიქდაუნებზე რა. იმას ეჩხუბა, რიკი სიმონს ეჩხუბა. ჩვენთვის ნაცნობ რიკი სიმონს ეჩხუბა და ტეიქდაუნებით მოუგო რა რიკი. და რიკი სიმონმა კი არა, რა ქვია სახელი მოიცა. ჩავხედო თორე მეშლება. რიკი ხვია ხო? რიკი სიმონი და ამასაც რიკი ხვია რა, რიკი ტურციოსი. ნახოთ რიკიების ის იყო, შეიფკინება. მეორე რიკი, ნახოთ მეორე რიკი თუ მეორეჯერ დაამარცხებს. მეორეჯერ თუ დამარცხდება, კაროჩე რა. ნახოთ რა სიზავს რიკი ტიკი. მეორე რიკისგან. რა სიტყვი, მაგრამ შენ მე მივიტყვი რა, ამ პრედიქშენი მაინც ფიქრობდი, ასე თუ ისე ფიქრობდი ამ ჩხუბზე და უფრო მგონია რომ სმოდერმენი თავისი სტრაიკინგით ფიქრობ მომზადებული იქნებოდა ეხა რიკისთვის იცის რომ აუცილებლად ტეიქდაუნებზე შევა ტურციოსი და ამიტომაც ექნება კემპში გავლილი ტეიქდაუნ დიფენსები და წესით უნდა დაიცვას თავი და ფეხზე თუ დარჩა ეს ჩხუბი ფეხზე აჯობებს რა და ჩემი პროგნოზი კამერონ სმოდერმენი იქნება. გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე, რომელიც არის UFC heavyweight-ების ISN-ი, მართლა არ ვიცი რა, დენზელ ფრიმენი, ჯოშ ჰოკიტის წინააღმდეგ. ჯოშ ჰოკიტს აქვს დებიუტი UFC-ში. ხოლო დენზელ ფრიმენს ერთი ჩხუბი აქვს.
ორივეს ერთი ჩხუბია. აქ ნაჩხუბი? კი, ორივეს ერთი ჩხუბია. ორივეს მეორე ჩხუბი არის UFC-ში. ოკეი. ხო, არ ვიცი, არც ერთის არ მიყურებია, heavyweight-ები არიან. და რა ვიცი, დიდი ალბათობით დახოცავენ პირველ რაუნდში ერთმანეთს როგორც. ან დაიგასებიან და მესამე რაუნდამდე გავა რაღაცნაირად. ხო, იმენა. ძალიან ბლობფესტი შეიძლება იყოს. ბლობფესტი შეიძლება გაიჩიტოს წვეთში. ნახოთ, ანუ არც ესა ყველაზე unpredictable ჩემი აზრით ეგრე არის, რა heavyweight-ები არიან ხოლმე. ხო, თან მაინც heavyweight დივიზიონი ყველაზე ასე ვთქვათ, განუვითარებელი, ანუ ტალანტის ნაკლებობაა. ყველაზე დაბალი დონე ცუდი სიტყვა. ხო, ანუ ტალანტების ნაკლებობაა და top 15-ს გარეთ heavyweight-ები ხო ძალიან დაბალი დონეა ხოლმე. და შამიგაზიევი რა ყოფილია ხო? კაი, შამიგაზიევონდეს მივალ. შამიგაზიევი. აი, შამიგაზიევთანაც მივალ ხო მე უალდო კოსტასთან ვახსენებთ. კაი, აქაც რა ვიცი. ამასაც გამოვტოვებთ რა. და აი უკვე შემდეგი ჩხუბიდან იწყება საინტერესო ჩხუბები ნამდვილად. Lightweight-ი მაიკლ ჯონსონი ალექსანდრ ჰერნანდეზის წინააღმდეგ. ეს ორი ჩხუბი შეიძლება ითქვას ვეტერანი ახალბედას წინააღმდეგ. ორივეს აქვს winning streak-ი, ორივე winning streak-ზეა. ძალიან მაგრა ბოლო ჩხუბებში ძალიან მაგრა ამოიქაჩნენ ორივე, მანამდე არც თუ ისე არ კონდათ საქმე კარგად. მაგრამ აი ბოლო სამი ჩხუბია მაგალითად ჯონსონს აქ სამი მოგება, ბოლო სამი მოგება. და ეს კაცი არის კაროჩე ლეგენდა რა, მე ძალიან მაგრამ მევასება. რამდენი წლისაა? 39 წელია მაიკლ ჯონსონი, ვეტერანი სპორტის, აქვს ნაჩხუბი ძალიან lightweight-ის დივიზიონთან, კლასიკური lightweight division-ი რაც არის, ხაბიბი, კონორი, ნეით დიაზი, ორიე. ხო, ერთი კონორთან არა. მარტო კონორთან არა. ხო, მარტო კონორთან არა. დაშე lightweight-ში ყველასთან აქვს ნაჩხუბი. даже გონ დაბალწონაში ხო კიდე. featherweight-ში ხო, featherweight-ში აქვს ნაჩხუბი და ეხლა ჩვენი 50-50 აგერ მოჩხუბარე, რომელიც ხან ლეგენდას გათიშავს, ხან ვიღაცა სირს ეჩხუბება და მაგასთან გაითიშება, დაიძინებს. ბოლო სამი ჩხუბი აქვს მოგებული და ალექსანდრ ჰერნანდესთან, რომელიც ასევე ვინსტრიგზეა. ასევე ჩეის უპერთან აქვს მოგებული ალექსანდრ ჰერნანდეს, ჩეის უპერის კარგი პროსპექტი, იმას ქნა, დააფროთ ჩეკა, ასე ვთქვათ. და ეხლა მაიკლ ჯონსონი მოკლედ ვნახავთ თუ გაიტანს ბოლომდე რა ამ ვინსტრიგს თუ გაყვება რა. იმიტომ რომ ეს მართლა ჩელენჯი იქნება მაიკლ ჯონსონისთვის. კარგი, ეს უნდა ვთქვა, ამას უნდა ჩავხედო რა. 2015 წლიდან ეხა გეტყვით 5 მოიცა 1 2 3 4 5 6 ჩხუბი ზედიზედ ვისთან აქვს მაიკლ ჯონსონს ჩატარებული. პროსტა რომ ჩავხედოთ რა. პირველი ჩხუბი აქვს ედსონ ბარბოზასთან მოგებული, მერე ბენიელ დარიუშთან აქვს წაგებული, ნეით დიასთან აქვს წაგებული, დასტინ პორიესთან აქვს მოგებული ნოკაუტით, ხაბიბთან აქვს მერე წაგებული და მერე გეიჯისთან აქვს წაგებული. ეს არის ყველაზე wild fight streak. UFC-ის ისტორიაში ყველაზე wild fight streak-ია, ოღონდ მართლა. და გეიჯის, ეს იყო გეიჯის დებიუტი. და უგებდა, ნოკდაუნი ჰქონდა მიცემული პირველ რაუნდში და მეორე რაუნდში აქეთ გეიჯი ცოტი ultimate fighter-ის ფინალია. ხო. გეიჯის აღმოსვლა იწყება აქედან რა. ეს რა არ გაქეს ჩხუბი ნანახი? აუ ძალიან მაგარი ჩხუბია. დაიგასა პროსტა დაიხალა ჯონსონი და მე გეიჯი უკვე მიიმწყბია და მოუნგრია ყვა. კაი, მოკლედ ახლა რას ფიქრობთ? მოიცა, ჰერნანდეზეც მინდა ორი სიტყვა თქვა რა. ჰერნანდეზი არის ერთ დროს ძალიან ისეთი პროსპექტი იყო იდეაში თავიდან რომ შემოვიდა UFC-ში, მე რაღაც ისე არ წაუვიდა და აი ბოლო 3-4 ჩხუბია უკვე მთლიანად შეცვალა, რასაც უყურებ, ყველა ჩხუბი ნანახი მაქვს UFC-ში მისი
ასე ვთქვათ, მოყვები მის კარიერას და აი ბოლო 3 ჩხუბია სრულიად შეცვალა თავის თავი, ძალიან განავითარა და აი ეს 3-ვე ჩხუბი აქვს ერთი ტაქტიკით მოგებული რა. 3-ვე ჩხუბი აქვს თავისი სტილი აქვს, ახლა კონტრშეტევაზე აგებული რა. თან ძალიან აქტიური 2025-ში აქვს ბოლო 3 ჩხუბი ჩატარებული. ხო. ხო, მართალია. და რა შვება, იცი? დარბის, რინგზე დარბის, გაურბის და კონტრაზე ცდილობს რომ დაიჭიროს რა და აი ბოლო 2 ჩხუბია გამოსდის და ნოკაუტით იჭერს რა. და სტილისტიკურად რო შევხედოთ, ჯონსონი არ არის ეგეთი მებრძოლი, რომ გაეკიდოს რა და ნოკაუტზე დაიწყოს ჩალენჯი. დაუდგება შუაში და აი წყნარად, აი როგორც თქვათ, აი სპარინგივით რა, დაუდგება და გასულებს დაუწყებს რა. და მგონია რომ ეს ამ სტილისთვის, ჰერნანდეზისთვის ცუდი იქნება რა. და ჩემი აზრით ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვებს ჯონსონი. ჯონსონი აჯობებს. ჯონსონი არის ანდერდოგი ამ ჩხუბში. უცებ კოეფიციენტსაც ჩავხედავ. 2.23 აქვს ჯონსონს და 1.64 აქვს ჰერნანდეს. ხო, რა ვიცი, ჩემი პირველი პროგნოზი ესე ოფიციალური იქნება ჯონსონი. იმიტომ რომ ხო, იქნა გამომდინარე რაც თქვი რა, მგონია რომ სტილისტიკურად კაი ჩხუბია ჯონსონისთვის და ავიღოთ ჯონსონი იქნება ჯონსონი არის ჩემი ჯონსონის გამარჯვება არის ჩემი პრედიქშენი ამ დაპირისპირებაში რა. რა სიტყვი შენ რას ფიქრობ? რა ვიცი, მე არ მაქვს სიმართლე გითხრა, კიკი ამ ჩხუბისთვის არ ვიცი რა მოხდება ამ ჩხუბში, ამიტომ მე ვჩები ნეიტრალური ამ შემთხვევაში. Okay, 50-50 ხარ. კაი. ხო, იმასაც ვიტყვი, კოეფიციენტებს სადაც ვნახულობ, ეს არ არის ქართული ბუკმეიკერი. ხო, ქართული ბუკმეიკერი, არ არის ქართული აპლიკაცია. ხო, ქართული აპლიკაცია, ქართული საიტი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვარ საქართველოში, პოლონეთში ვარ და თუ შეადარებთ, ცოტა სხვანაირი იქნება რა, ქართულ საიტებთან თუ შეადარებთ, ქართულ ბუკმეიკერულ საიტებზე ცოტა სხვანაირად იქნება და ანუ აქ ცოტა მეტია ხოლმე რა, სხვათა შორის დაკვირვებული ვარ, შედარებული მაქვს და აქ ცოტათი მეტია ხოლმე, ასე რომ ხო, მაინც ეს რომ მაინც უნდა მეთქვა რა. კაი, მოკლედ ჩემი პირველი ესეთი ოფიციალური პიკი არის ანდერდოგი რა. აი სმადერმენის პიკს თუ არ ჩავთვლით. დამიუთე რა ძმი. ვერ დამიუთე? ხომ არა, იმას ვერ დამიუთე? ოკეი. კაი, გადავიდეთ შემდეგ ჩხუბზე. შემდეგ ჩხუბში ჩავდივართ უკვე flyweight-ებში, ყველაზე კაცების ყველაზე მსუბუქ ზონაში. ალექს პერეზი, ჩარლზ ჯონსონის წინააღმდეგ. The Energy ამ დაპირისპირებაში ფავორიტი არის ჩარლზ ჯონსონი და ჩემი აზრით გამართლებულად. კი. ძალიან underrated ფაიტერი ჩარლზ ჯონსონი. ვეტერან ალექს პერეზის წინააღმდეგ. ალექს პერეზი არის ის მებრძოლი, რომელსაც flyweight-შიც აქვს ბრძოლები ჩატარებული, საკმაოდ დიდი ხანია UFC-ში მოღვაწეობს ეს პიროვნება და ძალიან ისეთი მებრძოლია რა, საკმაოდ გამოცდილია და ხშირად რასაც უყურებ ხოლმე აი ამ გამოცდილებით ჯობნის ხოლმე თავის მეტოქეებს რა. უყვარს ჭიდაობა. ძირითადად უფრო ჩემი აზრით მოჭიდავია ვიდრე სტრაიკერი, თუმცა დგომშიც აქვს ნოკაუტები, დგომშიც კარგად გრძნობს თავს. მაგრამ აი პრობლემა რაც აქვს, საბმიშენი თვითონაც იცის გრეპლინგი რა, ანუ ჯიუ-ჯიტსუ იცის მართლა რა, მაგრამ თუ აგებს ხოლმე ძირითადად საბმიშენით აგებს ხოლმე რა. აი ბოლოს ასუ ალმაბაევთან
არ ვიცი ეს ჩუბი გახსოვს თუ არა. კი, რო უგებდა და ალმაბაევმა რო გილიოტინა ამას ამოქა. ორი რაუნდი მოუგა და მოუგო ალმაბაევს და მესამე რაუნდში დაიჭირა ასუმ გილიოტინაზე. არაჭიდავებდა ასუს სტილი არის heavy wrestling-ი. არაჭიდავებდა, აქეთ ეჭიდავებოდა და აქეთ ჩაყავდა. ძალიან მაგარ ჩუბს ატარებდა და მესამე რაუნდში რო დაუშუთა, რომ შევიდა ფეხებში, აუხუკისერი და გაგუდა რა. კაი ჩუბი იყო. ძალიან კაი ჩუბი იყო და ალმაბაევმას ძალიან გული აჩვენა რა. აი ჩანდა რომ უნდა და მოგება და ყველაფერი გააკეთა რომ მოეგო. კი. თან ბილეთში მეწერა ასუ და ჩემთვისაც ძალიან წამოიღო. ძალიან სასიხარულო ჩუბი ხო თან ბოლო იყო და გამწონდა ამის მერე და მოკლედ სასიამოვნო მარცხი იყო პერეზის ეს ჩემთვის. ჩარლზ ჯონსონზე რასაც ვიტყვი, ჩარლზ ჯონსონი არის ის პიროვნება, რომელსაც გამარჯვება აქვს. He's him. ჩარლზ ჯონსონი მართლა წეგან როგორც ვთქვი, underrated fighter-ი, არაერთი ახალი up-and-comeri ყავს დაჰამბლებული. ძალიან კარგი ფაიტერი, რომელიც ჩემი აზრით არ არის ისეთი დაფასებული, როგორც უნდა იყოს. და ამ ბრძოლის მერე წესით უკვე ჰაიპი უნდა აიწიოს. კი. იმიტომ რომ ჩემი აზრით მოიგებს. მეც გონია რომ მოიგებს. აი ეს კავანას რომ მოუგო წინა ჩუბი. კი. ეს კავანა ძალიან მაგარი ბიჭია. კი. მე მგონი და კავანაზე ფული. ხო, ანუ ეს კავანა არის ბიჭი, ილიამ თქვა, flyweight-ში ძალიან მაგარი ბიჭია, ერთიო, ჩემპიონი გახდებაო, ჩემი აზრითო. და პირველი რაუნდი მოუგო კავანამ და მეორეში დაიჭირა ძალიან მაგრა ყბაში, ძალიან მაგარი მოსდო მახსოვს. და გათიშა ჯონსონმა. გადაობა რა არის კიდე წეღარ ვლაპარაკობდით პერეზის ალმაბაევთან წაგებაზე. ორი რაუნდი ხო იგებდა პირველი ორი რაუნდი, მესამეში გილიოტინაზე დაიჭირა და ჯონსონზე შეიძლება ითქვას, რომ საპირისპირო მებრძოლია რა მაგისგან. იმიტომ რომ აი ჯოშუა ვანთან ჩხუბში ორ რაუნდს აგებდა და მესამეში აქეთ დაიჭირა რა. და აი ამ კავანასთანაც პირველი რაუნდი წაგებული ქონდა და მესამეში დაიჭირა. აი სხვა ჩხუბებსაც რო ვიხსენებ ახლა ჯონსონის სხვა ჩხუბებს, როგორი მასტია, იცი? რაღაცნაირად პოულობს მოგების საშუალებას რა ჩხუბში რა. აი შეიძლება აგებდეს თავიდან, მაგრამ მე ისეთი სტილით მიყავს, რომ ან ნოკაუტს აკეთებს, ან საჯების თვალში კარგად ჩანს რა. მაგარი სნიკი ტიპია, короче. ხო და ხდება ამის საპირისპირო ტიპს რა. თან ინსტაგრამზე ხდება ხოლმე ამის კონტენტი რა, კონტენტს და თვითონ ტიპიც მაგრამ მევასება რა, ასე იმენა სასიამოვნო ტიპი. ხო, მეც ბაზარი არა, გეთანხმები. და აი ხა რაც ჯოშუა ვენი გახდა ჩემპიონი, უფრო გულზე მოვიდა რა. გათიშული მიყავს ჩემპიონიო და აგერ ეხა ამ ჩხუბს მოვიგებო შემდეგსო და მიკროფონს რომ მიცემენ დარწმუნებული ვარ იქ რასაც ატეხავს მე რა. მომიყვანეთ ჩემი ბიჭიო იტყვის რა. I'm his daddy რა მე ეგეც იტყვის უჯო. კაი. ჯონსონი ხო? მოკლედ ხო, ჯონსონი მოიგებს რა. რითი არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რაღაცნაირად მოიგებს, იმიტომ რომ იმაზეა მოსული რა. ხოძეა მოსული ხმა. კაი, აი კოეფიციენტები 1.53 აქვს ჩვენთან ჯონსონს. რა ვიცი, საკმაოდ შვენიერია, კი, იქიდან გამომდინარე, რა ვიცი, საკმაოდ დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში და არა, ცუდი კოეფიციენტი 1.53. ოკეი. აი უკვე შემდეგი ჩხუბში ვართ დარწმუნებული. კი, გამოხდება შემდეგი ჩხუბი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩხუბია. მოდესტას
ბუკაუსკასი ნიკიტა კრილოვის წინააღმდეგ. მე და გიო ბუკაუსკასის ასე ვთქვათ, ძალიან დადებითად ვართ ბუკაუსკასის მიერ განწყობილები. მიმართ. ხო, ბუკაუსკასის მიმართ. მოდესტას ბუკაუსკასის მიმართ ვართ განწყობილები. დადებითად, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო უკვე 3-4 ჩხუბია ძალიან კარგად გამოიყურება. ვისაც გახსოვთ, მას აქვს ძალიან ცუდი ტრავმა მიღებული ხალი რაუნტრისთან, აი ობლიკ-კიკების მერე მუხლებში ჩაეწყვიტა ყველაფერი და ძალიან დიდი შანსი იყო იმისი, რომ ვეღარც კი გაევლო, როგორც თვითონ ამბობს ექიმები ესე ეუბნებოდნენ, მაგრამ გაევლო კი არა. დაბრუნდა იმის მერე UFC-ს გარეთ ჩაატარა Cage Warriors-ში UFC-ს გარეთ ორი მოგება. მერე UFC-ში დაბრუნდა და იმის მერე იგებს. ერთი წაგება ვიტო პეტრინოსთან, მაგრამ მერე დაბრუნდა და 4 მოგებიან სტრიქზე არის და 4-ვე ჩხუბში მოკლედ გული აჩვენა და აჩვენა ის რომ ბევრად უკეთესია ვიდრე ადრე იყო და მოკლედ ჩვენ გგონია ხო დამეთანხმები რომ ძალიან კარგი გზაზე არის ბუკაუსკასი და ის თუ აჩვენა შაბათს რასაც აჩვენებს ამ ბოლო 4 ჩხუბის განმავლობაში რა ვიცი ესით ძალიან კარგი შედეგი უნდა დაყოს. თან ძალიან აქტიურია 2025-ში აგერ 3 ჩხუბი აქვს ჩატარებული ზედიზედ მოგებები როგორც შენ თქვი და ძალიან კარგად გამოიყურება რა ის შეცვლილი აქვს სტილიც და აი თუ დააკვირდებით თუ ნახავთ ძველ ჩხუბში როგორ გამოიყურება და ეხლა ანუ ფიზიკურად ვამბობ რა ფიზიკურადაც ძალიან მხოდილია და თან ისიც მინდა ვთქვა სანდრო თევზაძესთან ერთად იჭდება ხოლმე სტორებში და ეს იმას ნიშნავს რომ სანდროსთან ერთად ვარჯიშობს კრეპლინგს ანუ ვინც არიცით სანდრო თევზაძე არის heavyweight-ი ქართველი შავი ქამარი ძალიან მაგარი უმაგრესი და მასთან ვარჯიში გვაძლევს იმაზე მასთან ვარჯიში ნიშნავს იმას რომ ჯიუ-ჯიტსუშიც ვარჯიშობს კარგად და აი ზუსტად ნიკიტა კრილოვის ჯიუ-ჯიტსუს წესით და რიგით გაუძლებს რა და დაუპირისპირებს თავის განულებს ხო განულებს იქნება კაი სიტყვა ხო ნიკიტა კრილოვზე რა შეიძლება ვთქვათ UFC ვეტერანი საკმაოდ ბევრი ბრძოლა აქვს უკვე UFC-ში ჩატარებული არ არის ასაკით დიდი სხვათა შორის 33 წლისაა მაგრამ აი ეს mileage რასაც ქვია გარბენი აქვს ასე ვთქვათ დიდი და ბოლო 2 ჩხუბია თავს აძრობენ 2025-ში რაც დაბრუნდა მანამდე აქვს 2023-ში ჩხუბი და 2025-ში რაც დაბრუნდა ჯერ დომინიკ რეიესმა გააძრო თავი პირველ რაუნდში და მერე ბოგდან გუსკოვმა ჩემი აზრით რა ვიცი ბოგდან გუსკოვთან თუ აქვს წაგებული რა ვიცი ჩემი აზრით ბუკაუსკასმა უნდა ქნას თავისი რა ანუ სხვათა შორის მე ხარ ვფიქრობ მინდა ვნახო ბუკაუსკასი გუსკოვის წინააღმდეგ რა სიტყვა ბაზარი არა ეს კაი ჩხუბი იქნებოდა ძალიან კაი ჩხუბი იქნება კი და მგონია რომ ძალიან კაი ბუკაუსკასისთვის ძალიან კაი ჩხუბია რა გუსკოვი თან ხო ბუსკოვის დიდი მოყვარულები არ გახლავართ წინაზე ბლახოვიჩთან ხო თუნდაც ეგ თან სამწუხაროდ ბილეთი გვეწერა და ძალიან გვინდოდა რომ ბლახოვიჩს მოეგო და decision მაგას თავი გაანებე ბნელეთის წარმომადგენელია ბნელეთში ვარჯიშობს გუსკოვი ორკი ეს თუ ვინმე მარიცის UFC-ში არის გარკვეული რაოდენობის მოჭუბარე, რომელიც წარმოადგენს მორდორს
და არიან ორკები, როგორც ორკების წარმომადგენლები არიან. ორკები, როგორებიც არიან მაგალითად ბოგდან გუსკოვი, კიდევ ერთი მაგალითი იქნება მარვინ ვეტორი და ერთი მოვიწყდება კიდე ჯოშ ემეტი შეიძლება სადღაც ჩაითვალოს, ოღონდ რაღაცა მაგათი პატარა ძმა არის ჯოშ საბ ორკი რაღაცა კიდე დაბლითა კატეგორია, საბ კატეგორია არის ორკების კიდე, რომელსაც ემქვედებარება ჯოშ ემეტი. ხო. კაი, გუსკოვზე ძალიან წავედით, ეხლა დაუბრუნდეთ ბუკაუსკასის და კრილოვის ჭხუბს. ხო. ჩემი აზრით კრილოვის ერთადერთი შანსი ამ დაპირისპირებაში იქნება აი ბუკაუსკასი რო დააგდებს ძირს ქვემოდან რამე თუ მოახერხარა, იმიტომ რომ წარსულში აქ რაღაც ტრაიანგლები, სამკუთხედები ქვემოდან შეკრული და მსგავსი რაღაცეები, მაგრამ აი არ მგონია რა. High percentage არ არის, მოკლედ არ არის ეგ ძალიან დაბალი შანსი. game plan-ი რო გააკეთოს, მაგაზე აწყოს ეგეთი რაღაცა არ არის. თუ რაღაცა შეცდომა დაუშვა ბუკაუსკასმა, ვთქვათ, მაგ დროს შეიძლება, მაგრამ ეგეთ რაღაცაზე, ვერ იტყვი რა. ხო. ხო რა. ჩემი აზრით თავიდანვე დაანოკაუტებს რა მოდესტასი. იქიდან გამომდინარე, რომ რაც ვილაპარაკეთ, ძალიან მოხოდილია, ძალიან კარგად გამოიყურება, ძალიან მაგრამ მიდის და დაჟე იმასაც ვიტყვი, რომ ამის მერე ბუკაუსკას დიდი ამბები ელოდება წინ რა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ტოპ 5-შიც მალე შევა და იქ იჭუბებს და ვაფშე ყველაზე მაგრამ მე რა მინდა იცი? Round 3-თან რემატჩი. აუ ეგ იქნება რა, იცი? ეგ იქნება სიგიჟე. ამათი წარმოიდგინე დაბრუნება ამდენი ხნის მერე, კარიერა რო თითქმის დაუნგრია იმან და ეს რო ბრუნდება და თავის რივენჯი და ამბები, ხო აზეხა? კი. ნახოთ მოკლედ რა იქნება. კოეფიციენტები, ხო, კოეფიციენტებზე მინდა ვთქვა აუცილებლად. აქაც მშვენიერი. მოკლედ დასაბეთად ჩვენთვის ახლა ჩვენ რა ფიქებიც გვაქვს. დასაბეთად ეს არის ძალიან კარგი ქადი რა. რომლებზეც ვფიქრობთ, მოკლედ ფეივორიტები არიან, მაგრამ ისეთი heavy ფეივორიტები არ არიან, რომ როდადებ კუში იყოს ძალიან ცოტა. თან ეს ერთად ბილეთს რო აწყო, მშვენიერი ბილეთი გამოდის კარგში რა. 1.70 აქვს ჩვენთან ბუკაუსკას 2.13 აქვს კრილოვს და რავი, აი ძალიან მე ბევრად დავალს მივცემდი, ამიტომ ძალიან კაი კოეფიციენტია 1.70. დაჟე ნოკაუტს აქვს 2.25. კამფეტია. ძალიან კაია მოკლედ. და აუცილებელი ბილეთში შესაყვანი კოეფიციენტია. Yes sir. ხო, ისიც ვთქვათ, რომ ანუ არ ვემხრობით ეს ასე ვთქვათ გემბლინგს, თუმცა ანუ ბილეთის დასადება თუმცა ვყომარობთ კამანდა. ხო, ანუ მუღამის პონჩი, რომ ანუ ჩხუბების ყურების დროს მუღამის პონჩი რაღაც ძალიან მიზერული თანხა. არაფერი ზედმეტი. ბებოს პენსიას არვდებთ. და ბებოს ტელევიზორს და მაცივარს არ ულამბარდებთ. წამლების ფულს არ ვაკლებთ, მოკლედ. ხო. ოკეი. კაი, ამ დაპირისპირებაში ერთხმოვნად მოდესტას ბუკაუსკას. დიახ. კაი. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რომელიც გახლავთ UFC middleweight-ების ატეპა გოტიე ანდრეი ანდრეი პულიაევის წინააღმდეგ. გარანტირებული ბენგერი. ამ პულიაევის ჭხუბი არ მაქვს ნანახი, არც მე მართლა ვთქვა. ორი ჭხუბი აქვს უკვე. CLD-სთან აქვს ერთი ჭხუბი წაგებული და კლეინთან აქვს მეორე მოგებული.
ოკეი. კაი, რა ვიცი, ბევრს ვერაფერს ხო, ანდრეიზე ბევრს ვერ ვიტყვით, მაგრამ აი ატებაზე რაც შეიძლება ბევრი შეიძლება ითქვას, გოტიე, მონსტრი ბუგიმენი მოვიდა UFC-ში და თავს აძრობს ყველას მოკლედ. ამიტომ ჩემი აზრით გარანტირებული არის ნოკაუტი ამ ჩხუბში. დიდი ალბათობით გოტიესგან, იმიტომ რომ მართლა ეს არის მონსტრი არის უბრალოდ რა. ძირითადად პირველ რაუნდში ყველა ჩხუბი დამთავრებული. UFC-ში რაც გვაქვს ნანახი, ანუ შედის, თავის საქმეს აკეთებს და მიდის. აი, რა ვიცი, ძალიან ახლოსაც არ არის რა. მოდის, თიშავს კაცს, იღებს ბონუსს და მიდის, კაროჩე. ხო, ატება გოტი არის კამერუნიდან და მას ეძახიან middleweight-ის ფრანსის განუს. არა მარტო იმის გამო, რომ ორივე კამერუნიდან არიან, არამედ ფიზიკიდან გამომდინარე, ტიპი არის ქვა და რკინა. თან იშვიათია 23 წლის ტიპი რომ მოდის UFC-ში, რომელიც 40 წლის კაცს გავს. 40 წლის კაცს გავს და თიშავს ყველას. ანუ ზოგადად რომ მოდიან ესეთი ახალგაზრდა პროსპექტები, იწყებენ ნელა კარიერას და ასე ვთქვათ, ეს პროგრესულად ადიან რა და უკეთესდებიან. ეს მოვიდა 23 წლის მონსტრი კლავს ყველას უბრალოდ. არის მკვლელი. ხო და რა ვიცი, ასეთი ანომალია არის. ხო, რა ჯერჯერობით ანუ არ გვინახავს მეორე რაუნდში. ხო. ეგეც არის. არ გვინახავს ჭიდაობა, ანუ სულდგომში ამთავრებს ეგრევე. ანუ არ ვიცით სხვა დეპარტამენტებში რა შვება. თუმცა ის ვიცით, რომ UFC-ს ძალიან მოსწონს, იმიტომ რომ აფრიკის ბაზრისთვის ძალიან სჭირდება თვინმე და მგონია, რომ ამ პიროვნებაზე აქვთ უკვე აწყობილი. ნელ-ნელა აჭმევენ ხალხს. სადიო მანეზე აიღეს ხელი რამოდენიმეჯერ წააგო და თემბა გორიმბო იყო თავიდან და ჩაიკუკა. ვინც არიცით თემბა გორიმბოს თავისი თავი გონია სადიო მანე. ამიტომ უწოდებთ სადიო მანეს. გამგები გაიგებს. აი, ატება გოტიე ჩემი აზრით დაამარცხებს. თუმცა შენ რას თქვი, რომ ამასაც გადაურბენსო? არ ვიცი, იმიტომ რომ CLD-სთან აქვს 3 რაუნდი ნაჩხუბი რა. აშკარად გაუკაჩა. ხო და არ ვიცი, ნახოთ, შეიძლება ცოტა გაუჭირდეს, შეიძლება ცოტა რაღაც გეგმა შეცვალოს. თან სად ვარჯიშობს, იცი ეს გოტიე ვარჯიშობს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლონდონელი ტიპია. ლერონ მორფისთან ვარჯიშობს დარბაზში და რაღაც ინტერვიუები მაქვს ნანახი, როგორ ლაპარაკობენ ამაზე. ანუ ჭამს, ვარჯიშობს და იძინებს რა. Eat, sleep, train. ხო და შეიძლება სხვანაირად დაანახოს თავისი თავი ხალხს ეხლა და ცოტა ფრთხილი კი არა, უფრო როგორ თქვა, ფრთხილი ცუდი სიტყვაა. უფრო ტექნიკური, იმიტომ რომ გამოდის ხოლმე ფეთქდება და კლავს. უფრო ტექნიკური, უფრო დაფიქრებული შეიძლება გამოვიდეს. თან მაგას რო აჩვენებენ ხოლმე ესეთი პროსპექტები, აი ყოველთვის გაწვრთნილი თვალისთვის ყოველთვის სასიამოვნო დასანახია, იმიტომ რომ ჩანს რომ ანუ აჩვენებს მეორე მხარეს რა, რომ შეუძლია top of the top-თან თავისი სტრატეგია კონდეს, მიყვეს იმ სტრატეგიას და მოიგოს ჩხუბი. მარტო ის არ არის რომ punching power-ი გაქვს და შედიხარ და თავს აძრობ, იმიტომ რომ აი top 5-ში ესეთი პროსპექტი რო ხარ, top 5-ში მოჩხუბრებ, top 5-ში მოჩხუბრებთან ხანდახან არ ჭრის ეგ და რო აჩვენებ მოკლედ fan base და რო აჩვენებ ყველას რომ
შეგიძლია ამის გაკეთება. მართლა ძალიან კარგი good look-ია უბრალოდ რა. გეთანხმება. ხო, ანუ რაც შეეხება პროგნოზს, no-brainer-ია. კოეფიციენტებსაც ჩავხედოთ. აქ უკვე heavy favorite-ია გოტიე. ჰაიპი როცა არის ხოლმე ასეთი პროსპექტზე, UFC-ს რო ფუშავს და ყველამ რო იცის რომ უნდა შემოვიდეს ტიპი და თავი წააზროს, ანუ ესე ხდება ყოველთვის რა. heavy favorite-ია გოტიე და იმას რამდენი აქვს ნოკაუტს გუში. ნოკაუტსაც ბევრი არაფერი არა აქვს. ანუ უბრალოდ მოგებას 1-10 აქვს და ნოკაუტს აქვს 1-16. ანუ 0.05-ით მეტი აქვს. ანუ აზრი არა აქვს ამაზე დაბეთვას. რავი, ჩემი აზრით, მე არ დავბეთავდი, როცა ანუ ბილეთში არ შევიტანდი, როცა ასეთი დაბალი კოეფიციენტია. არ მოუმატებს და არც. კი. დააკლებს ისეც რა. ოკეი. კაი. გადავიდეთ პრელიმების ბოლო ჯგუფზე, რომელიც სიგიჟეა, რომ ეს პრელიმების ჯგუფია, საერთოდ. იმიტომ რომ უმარ ნურმაგომედოვი ფიგისთან უმარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროსპექტი UFC-ში, ფიგი former ჩემპიონი. პრელიმებში რო არის, ეს არის სიგიჟე. ძამანდის რესპექტია მორწ. კი, ჩემი აზრით, ალენი სილვა უნდა იყოს უფრო პრელიმებში ვიდრე თუნდაც. ან აკოსტა ლუისი. მაგრამ აკოსტამ რომ მოიგოს, ალბათ ეგრევე title shot-ი უნდათ მიცემ. მაგრამ ყველაზე დიდი სიგიჟე ამ ჯგუფში მაინც კოეფიციენტებია. შეხედე უმარის კოეფიციენტს. 1-0.6 აქვს მარს დივისონ ფიგურედოსთან. ანუ ხო, გასაგებია რომ უმარი ფეივორიტია, მეც ჩემი აზრით ფეივორიტი უნდა იყოს, მაგრამ ეს ძალიან იმენ out of the water. როგორ აი, კაი, 70-30-ზე მაქსიმუმ, ხო? ხო, 70-30-ზე, 80-20-ზე ვთქვათ. ხო რა, აი სისულელეა. ანუ ფიგი ეს ჯგუფი რომ მოიგოს, ეს იქნება UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აპსეტი. არა და ანუ flyweight-ის ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ამოვიდა bantamweight-ში და ანუ კარგად ამოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ კარგად ამოვიდა რა. ანუ top 5-ში არის ჩვეულებრივად, top 5-ის მებრძოლია. მართალია აქვს წაგებები, მაგრამ ანუ მხოლოდ მაღალ დონეზე რა. title contender-თან და ანუ ამ დროინდელ ჩემპიონთან, პიტერ იანთან. ამიტომ რა ვიცი, მოუგო ჩიტო ვერას, მოუგო გარბრენდს, ბოლო ჯგუფი მოუგო მოტო ჯექსონს და ეხლა ეჭუბება უმარს და არის ამხელა ანდერდოგი. ჯექსონთანაც ძალიან სუყე ანდერდოგი იყო სხვათა შორის და წამოიღო ჯგუფი და ეხლავე ვიტყვი, რომ არა გამორიცხული, რომ აი დაღავლოს და მგონია რომ მესამე რაუნდს, კაროჩე მგონია რომ მესამე რაუნდს უეჭველი მოიგებს. იღლება უმარი. ნახეთ ბაუტისტასთან ჯგუფის მერე ძლივს უნთქავდა, ანუ მიკროფონით რო შევიდნენ რინგზე, ვერ ლაპარაკობდა ტიპი ისეთ დაღლილი იყო. ხო და 29-28 თუ იქნება უმარისთვის გამარჯვება decision-ით ეხლავე ვიტყვი ჩემ პროგნოზს. ესე მგონია რომ 29-28 ანუ 2 რაუნდს მოუგებს და ერთს წააგებს, მაგრამ ანუ ჩვეულებრივად არის იმის შანსი, რომ რამენაირად პირველი ან მეორე რაუნდიც ფიგიმ წამოიღოს. ანუ ერთი რაუნდი წამოიღოს როგორმე. ვთქვათ წინაზე ვნახეთ, რომ ბაუტისტამ დასვა, ნოკდაუნი გაუკეთა უმარს და წარსულშიც აქვს უმარს ესეთი ჯგუფები, თუნდაც ის ვინ იყო? ალექსაროვი ჯგუფა ეხა თოფურია. ყაზახი. აუ მოვიწყდება სულ ყაზახები მერევა ერთმანეთში.
ბეგზად ალმახანი. ბეგზად ალმახანთან ბეგზად ალმახანმაც დაანოკდაუნა და აი სადღაც მსგავსი სიტუაცია მიტრიალებს თავში და შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს რა. კაი, რო გადავხედოთ წინა ჭუბებს, უმარი ჩვენთვის ძალიან ნაცნობია. ერთი მარცხი აქვს და ისიც მერაბთან. მაგის მერე ბაუტისტას ეჭუბა და იდეაში ფიგისთან გამარჯვების მერე კამარს მოითხოვს რა, კამარს მოითხოვენ და იდეაში ეგ არის რა, ეხა კოეფიციენტების მაქედან გამომდინარე აქვს, იმიტომ რომ ყველას გონია რომ ამას აუცილებლად მოიგებს ამ ბრძოლას. იმიტომ რომ ერთი ნაბიჯია კამრამდე და მაინც ნურმაგომედოვია ხაბიბი ეყოლება კუთხეში. და ეს ყველაფერი მოქმედებს რა. დიდი ალბათობით ეხლა მოიგებს უმარი. მერე იქნება ჭუბი მიცემენ რემაჩს მიცემენ მერაბს და მერაბის და იანის მოგებულს მიცემენ უმარს. ხო. ჩემი აზრით. მე მაინტერესებს მაგრა იანთან ჭუბი უმარის რა და იმ გონია რომ ვერაფერს ვერ იზავს იანთან რა. აი თან ხო იცი უარი აქ ნათქვამი ერთხელ წინა იანთან ხო? ოღონდ რაღაც short notice-ზე ხო თუ არა? თუ უბრალოდ? არა მგონი უბრალოდ ჩვეულებრივად რა. იმაში აბუ-დაბიში ოქტომბრის იმაზე უარი აქვს. დაჟე აბუ-დაბიში? უარი აქვს ნათქვამი. იმის ინტერვიუში არის რომ თვითონ იანმა თქვა რომ არ ვიციო შემოთავაზესო და მე კი ვთქვიო და მე მითხრესო რომ უმარმა უარი თქვა, არ ვიციო რატო. ხო. კაი, ხო, მე რაც თქვი უმარი მგონია გადაწყვეტილებით რა. ეხა ფიგის დაფინიშება ძალიან რავი, უმარის დაფინიშებული არ გაიშვას. ერთი იმასთან გაუვარდა მაშინის ფეხი რო გაარტყა იმას. წვეჩი. და სამიშენებით კიდე top 15-ის გარეთ აფინიშებდა ხოლმე ვიღაცებს და ფიგის არ მგონია რა, რომ დააფინიშოს. ისევ decision-ით როგორც თქვი 29-28. შენც უმარს ფიქრობ ხო? ოკეი. თავისთავად. კაი, კოეფიციენტებზეც თქვით. კაი, გადავიდეთ main card-ზე და main card-ის პირველი ჭუბი, რომელიც პირადად ჩემთვის ეს ბრძოლა არის ჩემი main fight-ი. ყველაზე მეტად ამ ბრძოლას ველოდები ამ card-ზე. ინგლისელი არლონდ ალენი, ბრაზილიელი ჯინ სილვას წინააღმდეგ. როგორც იქნა ჭუბობს ალენი, გიგას ეჭუბა 2024-ის ზაფხულში და ამდენი ხანია ველოდები რომ ეჭუბოს ვიღაცას, იმიტომ რომ ალენი მართლა არის საინტერესო მოჭუბარე, საინტერესო ადამიანი, ინსტაგრამზე ვაფოლოვებ და მართლა ერთადერთი ჩემი ფავორიტი მოჭუბარე არის, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მოჭუბარე არის და როგორც იქნა ჭუბობს, ახლა ჟან სილვას ეჭუბება, რაც არის ჟან სილვა ყველამ ვიცით ვინ არის, მოკლედ, ესე ვიტყვი. ძალიან საშიში ჭუბია ალენისთვის. თან დაბრუნება და პირდაპირ, ხო. პირდაპირ ესეთი მეტოქე და აქეთ ჟინ სილვა არის შიერი redemption-ისთვის მზად. წააგო ჟინ სილვამ თავისი ბოლო ჭუბი სამწუხაროდ. დიდი გულშემატკივარი ვარ ჟინ სილვასი და აი ლოპესთან რო წააგო, ძალიან მეწყინა. მაგრამ რა ჭუბი იყო, ანუ ჭუბიც არის და ჭუბიც ხო? პირველ რაუნდში გადაუარა ლოპესმა 10-8 უგოზემოდან ნიშდა თავი გადაუხსნა, ხო გახსოვს? და მეორე რაუნდში, ანუ სკამიდან წამოდგა და ფრეში იყო ტიპი. შევიდა და უხევდა თავს. აი იმენა
ვითომც არაფერი რა. ძალიან მაგრაცემდა, ანუ ძალიან მაგარ მეორე რაუნდს ატარებდა და აი თავის spinning elbows აკეთებდა, spinning back elbows რაღაც 4-5 ჯერ ცადა, ვერ გაუტარა და ერთხელ ცადა ლოპესმა და ჩაუსვა და აგდო და შეაჯდა და მე გაუხია თავი ბოლომდე რა. ფეხზე რო იდგნენ ერთმანეთს რო ეჩხუბებოდნენ, ესეთი შეგება დამეუფლა მე, რომ სილვა იმას ვერ აკეთებდა, რაც უნდა და არ ვიცი ეს რისგან იყო ზუსტად, თან ზუსტად აღარ მახსოვს ჩხუბი. მაგრამ ეგრე მახსოვს, რომ ის შეგრძნება დამეუფლა, რომ ვერ აკეთებდა ზუსტად სილვას რაც უნდა და აღარ მახსოვს ეს იმიტომ იყო რომ ემოციებს აყვა თუ ლოპესი უბრალოდ ისე ეჩხუბებოდა ისეთი სტილით რომ არ მიცა უფლება სილვას რომ თავისი game plan-ით ეჩხუბა შეიძლება ორივე ერთად ყოფილიყო რა ხო და არ ვიცი ახლა ალენთან რას იზამს ჩემი აზრით დაბრუნდება კლასიკური სილვა ლოპესამდე ჩხუბებში რაც გვინახავს კრისპი სილვა რომელიც ხალხს ჭამს უბრალოდ და საინტერესო იქნება ალენი როგორ უპასუხებს ამას. მე ძალიან მომწონს რა სილვა ანუ გიჟია თან ტიპი გიჟია ყოველ ჩხუბში ტირის და ძალიან ემოციურია მაგრამ მგონია რომ მე მგონია ანუ თვითონ ესეთი ტიპია რომ ეგ ეხმარება რა ანუ მაგით ხოდავს თავის თავს რა მაგით იხოდება და ანუ ძალიან მაგარი სტრაიკერია რა მართლა ძალიან მაგარი სტრაიკერია აი მახსოვს მე შალს ჯორდანთან რო ვნახე ის ჩხუბი აი მაკედან მოყოლებული აი მანდ უკვე დაუფიქრდი იმიტომ რომ მახსოვს ილია მაშინ ჩემპიონი იყო და ვა მეთქი ვითომ მეთქი შეიძლება უკვე ილიას გამოუჩნდეს მეთქი ვიღაც ისეთი ვინც პრობლემა შეიძლება შეუქმნას ხო ანუ თან როდის იყო 4 ჩხუბის წინ იყო ეგ რა და მაგის მერე მართლა აი მერე დრიუ დობერთან ავიდა ლაითვეიტში ერთი წონით მაღლა ავიდა იგიც გახია შუაზე ძალიან თან ანუ დობერთან წყნარად იჩხუბა და მესამე რაუნდში რეფერი გააჩერა ჩხუბი იმიტომ რომ გახეული ქონდა თავი დობერს და ანუ სისხლი ჩაზდიოდა თვალში ვეღარ ხედავდა და არა თვალი ქონდა დახურული მოკლედ ვეღარ გააგრძელა დობერმა და აი მან დანახა სილვამ თავისი აი სიმშვიდე რა პირველი ორი რაუნდი ძალიან წყნარად ნელ-ნელა დაშალა რა მაგის მერე ორი ჩხუბი კიდე ბაღდასარიანთან და ბრაის მიჩელთან ჩაატარა და მოიგო რა სილვა არის ეგეთი ერთადერთი ერთ-ერთი ისეთი მოჩხუბარე რომელიც რო შეხედავ რო უყურებ როგორ ჩხუბობს თითქოს აი იმისთვის დაიბადა რომ ოქტაგონში იყოს და ეგ აკეთოს რა აი იმენა რა ვიცი წარმოუდგენლად სუფთად აკეთებს ყველაფერს თავისი საქმე რაც არის სტრაიკინგი ისე სუფთად აკეთებს ზუსტად იცის რა უნდა აკეთოს რა ხო და მაგას ვიძახი რომ ლოპესთან ეგ ვერ გააკეთა რა ვერ იყო თავის ბუნებაში როგორც სულ არის ხოლმე სხვა ჩხუბებში და ეგ გამიკვირდა მაგრად რა მაგრამ ლოპესის მონსტრია რა და თული ჩხუბი იყო უბრალოდ სილვასთვის კი მაგრამ აი რავი მე მაინც მგონია რომ ლოპეს 10-დან 8 ჯერ მოუგებს რა თვეჩი აი რავი მაინც მგონია რა ხო მაგას ვიძახი ანუ თავის ბუნებაში რო ყოფილიყო ის რო გაეკეთებინა რაც ყველა ჩხუბში აკეთებს რასაც ყველა ჩხუბში აკეთებს ლოპეს მოუგებდა ხო და აი მაქედან გამომდინარე ეხლა მგონია რომ დაბრუნდება აი დობერთან როგორც იყო რა შედარებით წყნარად და აჩვენებს თავის მაქსიმუმს რა აუ გადაუვა რა არიცი აი ეს ჩხუბი ვალეხოსთან რო აქვს ჩატარებული კონტენდერებში და მოგებული რო აქვს და ეს ვალეხოსი რა ბიჭია გიგა რო გაქიშე
ეგრე ხდება ხოლმე ორი პროსპექტი რო არის, ორივე ლეგენდარული მოჩხუბარე, ერთად რო იწყებენ კარიერას და უწევთ რომ პირველივე ჩხუბი კარიერაში ერთმანეთს შეხვდნენ. და ანუ მაშინ ხო არ იცი რომ ესენი არიან მომავალი ლეგენდები. და ხვდებიან ერთმანეთს და ვალეჰოზე ვერ ვიტყვით ჯერ. ხო, ანუ სიტყვაზე ვიძახი რა. ხდება ხოლმე ხანდახან ეგეთი ჩხუბები. და შეიძლება ჩართო უბრალოდ ჩხუბი და ვიღაცა ორი უცნობი ტიპია, რომელიც ლეგენდები გახდებიან. მოკლედ კამერა გაგვეთიშა, გადაღება გაწყვიტა. საბედნიეროდ იმ მომენტში დავიჭირე, რომ ბევრი არ გამოგიტოვებიათ, ამიტომ გავაკეთებთ უბრალოდ ფიქს ალენის და სილვას შორის და გადავალთ შემდეგ ჩხუბზე. რა არის ჩვენი ფიქი? ოკეი, აი ერთი იმას ვიტყვი. ის რო არ ჩაიწერა. ორი აუტისტის დაპირისპირება როა რა. ერთი ძალიან ინტროვერტი აქეთ არლონ და ალენი და მეორე ექსტროვერტი აუტისტი ჯინ სილვა. ძალიან საინტერესო ფეის-ოფები იქნება. ერთი აქეთ რო ყეფას დაიწყებს და მეორე იქით რო შეიძლება დაიმალოს სადმე ხეხულობისგან და ჩხუბი ძალიან საინტერესო იქნება მოკლედ რა და ხო და იმას ვლაპარაკობდით რომ სილვამ რომ მოიგოს რა თქმა უნდა სილვას ბალეშიკობთ მაგრამ ალენმაც რომ მოიგოს არ გაგვიტყდება იმიტომ რომ ალენი მართლა კარგი მოჩხუბარია და statements გააკეთებს ალენი რომ მოიგოს ეს ჩხუბი გამორიცხული არ არის იმიტომ რომ ალენი მართლა კარგი მოჩხუბარია მასაც აქვს აუტიზმის სუპერძალა ამიტომ ჭიკაძესთან ვნახეთ როგორი ჩხუბა სამწუხაროდ ჭიკაძე დამარცხდა მაგრამ ალენმა ფანტასტიკური აჩვენა მოკლედ შედეგი დადო ალენს ვაფოლოვებ ამიტომ ვხედავ სულთან რომ ვარჯიშობს აქტიური არის დარბაზში რაც არნიშნავს იმას რომ გამოცდილებას აგროვებს ოქტაგონში მაგრამ ანუ მაინც სულ აქტიურია იმისგან მიუხედავად რომ არ ჩხუბობს რა ამიტომ ალენმა რომ მოიგოს ეგეც ჩემთვის დადებითი იქნება კი კეთახები ოკეი კაი კოეფიციენტის თქვათ არ ვიცი მოხდა თუ არა მგონი არა უცებ თქვათ ხო 1/37 აქვს ჯინსლოს და 3 აქვს ალენს და რა ვიცი ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა ბუკმეიკერებისგან და ძალიან დაბალი არ არის ჯინსილვას ეს კოეფიციენტი იქიდან გამომდინარე რომ მგონია რომ 90% მაინც მისი გამარჯვება მგონია რა ოკეი კაი გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე ქალების დაპირისპირება გვაქვს ძალიან ბევრს აღარ ვილაპარაკებთ ეხა ისედაც დიდი გამოვიდა დიდი ვიდეო გამოვიდა ნატალია სილვა როუზ ნამაიუნასის წინააღმდეგ ქალბატონები დაეჯახებიან ერთმანეთს როუზ ნამაიუნასი UFC-ის ჩემპიონი ყოფილი აბსოლუტური ლეგენდა დაუპირისპირდება ჩემი აზრით მომავალ UFC-ის ლეგენდას ნატალია სილვას ნატალია სილვა არის ბრაზილიელი გოგო კიკბოქსიორი ფეხებს იყენებს ძალიან მაგარი სტრაიკერია ძალიან სწრაფია ძალიან მოქნილია და ყოველ ჩხუბში ხედავ ხოლმე განვითარებას რა ბოლო ჩხუბი მოგებული აქვს გრასოსთან ალექსა გრასოსთან ყოფილ ჩემპიონს მოუგო და ამ ჩხუბშიც ამ დაპირისპირებაშიც გრასოს მაგივრად ჩაჯდა რა ანუ გრასოს უნდა ეჩხუბა ნამაიუნასთან და ჩაეხსნა გრასო ტრამვის გამო და ჩაჯდა ნატალია სილვა მას შეეძლო არ ჩამსდარიყო ამ როუზთან ამ დაპირისპირებაში და დაალოდებულიყო კამარზე ბრძოლას მაგრამ ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება მიიღო რადგან ძალიან კაი იქნება
რეზიუმეში როუზნამა იმაში ყოფილი ჩემპიონის დამარცხება. ძალიან კაი იქნებოდა და ამის მერე ამ ჩხუბის მერე მიცემენ შევჩენკოს უკვე შემდეგი სილვა ეყოლება რა და ამაზეც ამ ჩხუბშიც მგონია რომ აი როგორც ჯინ სილვაზე ვთქვი მეორე სილვა ოღონდეს უკვე ქალი სილვა რაღაც მომენტში ჩემპიონი გახდება ამ ზონაში რა. შეიძლება შევჩენკოსთან არა, მაგრამ გახდება, იმიტომ რომ შევჩენკო ვეილის რაც უკრა. ვაიმე დედიკო შევჩენკო. ვეილის რაც უკრა, ყველა მოიცით შევჩენკო. ოკეი. კაი, შემდეგ. მოიცეთ მაკუში. რას ფიქრობ შენ? რავი, სილვა მოიგებს როუზის პრაიმი დიდი ხნის წინ წავიდა. სილვა დაუმარცხებელია UFC-ში, შემდეგი ჩხუბი კამარზე აქვს. განაღდებულია. ხო და რა ვიცი რა. ანუ ხო თუ გაცდა ეხლა. სილვა მოიგებს რა. ოკეი, 1.24 აქვს კოეფიციენტი სილვას საკმაოდ ძიმე ფეივორიტია და რა ვიცი, ესეც უნდა იყოს ჩემი აზრით რა. ოკეი, გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. ვალდო კორტესა კოსტა სალსა ბოი heavyweight-ების ჯახი გვაქვს. დიდი ბიჭები main card-ზე. დერეკ ლევისის წინააღმდეგ. დერეკ ლევისი ვიცით ვინც არის? Black Beast-ი. მაბოზოსა. UFC-ის ლეგენდა უმძიმესი ხელებით და უმაგრესი ოქტაგონ ინტერვიუებით. იდეაში fight celebration-ებით. იდეაში დერეკ ლევის ეს ჩხუბი არის, დერეკ ლევისის ეს ჩხუბი არის გასასვლელი თეთრ სახლში ბრძოლაზე რა, იმიტომ რომ ხო გახსოვს რაღაც ოქტაგონიდან წინა ჩხუბი რომ მოიგო ოქტაგონიდან ტელეფონი დაითრია და რაღაც დონალდ ტრამპს ურეკაო და რაღაცებს ბაზრობდა, მერე დონალდ ტრამპსაც დაუსვეს კითხვა დერეკ ლევისზე და მოკლედ White House-ზე გასასვლელი ჩხუბია, მარა ანუ ვერ ხვდები იდეას მაშინ სალსაბოი რატო ჩაუსვეს, იმიტომ რომ ხო, აქედან ვალდო საოცარი სტრიგით მოდის და კი ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრით გადაუვლის დერეკ ლევის, ანუ სტილისტიკურადაც ისეთი დაპირისპირებაა. აქეთ რო შევხედოთ ვალდო კორტესა კოსტას თუ დააკვირდებით მის ბრძოლებს, ძალიან ფრთხილი მებრძოლია, ძალიან სუბუქად დგას ფეხზე და ძალიან მაგარი ყბა აქვს რა, ანუ ყველაფერში უპირისპირდება Black Beast და ჩემი აზრით შანსი არ აქვს ამ ბრძოლაში დერეკ ლევის, ესე ვიტყვი რა. მგონია რომ აი ის ერთი შანსი რაც ყველასთან აქვს დერეკ ლევის, აი ის one punch-ი, რასაც იქნებს ხოლმე, თავს რო აძრობს მარჯვენათი ხალხს, მგონია რომ მაგის შანსიც არ აქვს რა და სხვანაირად ეხა ან 3 რაუნდი აკენწლის ვალდო, ან კიდე დაანოკაუტებს რა, მაგრამ მე უფრო მგონია რომ არ შეყვება იქიდან გამომდინარე რომ პატივს ცემს ლევისის ხელს ამ ძიმე დარტყმას და შორიდან ბოქსინგით როგორც ძირითადად მაინც სალსაბოის ჩვევია ხოლმე თავისი სტილით მოუგებს რა. კი, decision-ი ვალდო კოსტასთვის. ხო, ეგრე ვფიქრობ რა. უცებ კოეფიციენტს რო ჩავხედოთ 1.27 აქვს. ძალიან დიდი ფეივორიტია კოსტა. ამაზე სხვათა შორის ძალიან ბევრი ლაპარაკი იყო. ძალიან ბევრისთვის დერეკ ლევისი ძალიან კარგი დასაბეთია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შანსი არ აქვს რა, როგორც თქვი და მეცაც ვიტყვი ამ ქარდზე ყველაზე მეტად ამ ბრძოლაში ვარ დარწმუნებული, რომ ვალდო ამ ბრძოლას მოიგებს რა და
ჩემი lock of the night-ი ამ კარტზე იქნება ეხლავე ვიტყვი ვალდო კორტესაკოსთან. გეთანხმები დერეკ ლუისი არის notorious gatekeeper-ი. და რა ვიცი რა, არ მგონია აკოსტას მოუგოს. გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზე, რომელიც არის Comain-ი, Sugar Sean versus Song Yadong. Oh Male, Lil Dicky in the house. Yadongis წინააღმდეგ. და ეს ჯგუფი ჩემი აზრით იქნება ახლა ჯგუფი. I'm not beating my dog, but I'm gonna beat your dog. ჩემი აზრით ეს იქნება close fight-ი. Songi არის მოჭუბარე, რომელიც არის კარგი მოჭუბარე ჩემი აზრით. საკმაოდ კარგი. იანთან რა თქმა უნდა, იანი სხვა დონეა, იანთან წაგება აქვს, მაგრამ იანი სხვა დონეა. თუმცა პირველი რაუნდი მოუგო იანს. კარგად გამოიყურებოდა რა. მე მეორე და მესამეშიც აი თუ ნახავთ თავიდან ბოლში პარავდა რა. ტეიქდაუნით პარავდა იანი და შეიძლება ითქვას, რომ აი ჭკუით აჯობა რა. და მოპარა ის ორი რაუნდი Songs. ხოლო ომალის ბოლო ორი ბრძოლა გვახსოვს და ვიცით მერაბთან აქვს წაგებული და შეიძლება ითქვას, რომ მერაბმა აჩვენა მთლიან დივიზიონს თუ როგორ უნდა დაამარცხონ ომალი, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ომალის აი მერაბისნაირი როგორ თქვა მძიმე მოჭიდავის გარდა სხვანაირი მოჭიდავე ვერ დაამარცხებს რა. აი მაგალითად ეხლა Song-მა ხო იცის რომ უნდა ეჭიდაოს იქიდან გამომდინარე, რომ ნახა მერაბმა რაც უქნა. დარწმუნებული ვარ Songs ეკნება გამიქსვა თავისი სტილის, ანუ როგორც თქმში ასევე ჭიდაობაში, ანუ ჭიდაობას შეეცდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ Song-ი არ არის მოჭიდავე და მხოლოდ ამ კემპში ჩაიცვა მოჭიდავის ფეხსაცმელები, ვერ მოახერხებს რა. შეიძლება გადაიყვანოს 1-2-ჯერ, მაგრამ აი როგორც რაც მერაბმა უქნა, იმას ვერ გაუკეთებს ომალის. მერაბი რასაც აკეთებს, მერაბისავით მაგას ვერავინ ვერ იზამს. ხო, მაგრამ ანუ მსგავსად ხო, ანუ შეეცდება Song-ი ჩემი აზრით, რომ მსგავსად გააკეთოს, მაგრამ მაგასაც ვერ მოახერხებს რა. იმიტომ რომ არ არის ხელწამოსაკრავი შონომალი მართლა. თან დარწმუნებული ვარ თვითონაც იცის, რომ ეგ იქნებოდა და ეგ იქნება Song-ის game plan-ი და ამაზეც დამუშავები ექნებათ Teambots, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძალიან საუკეთესო მწვრთნელია და ძალიან ჭკვიანი პიროვნებაა და დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერზე ნაფიქრი ექნებათ თლიან კემპში და მოკლედ მგონია რომ ომალი მოახერხებს ამ ბრძოლის ფეხზე დატოვებას და აი შორიდან 3 რაუნდი მოახერხებს საჯების თვალში უპირატესობის მოპოვებას და ამ ბრძოლაში გამარჯვებულად დარჩენას. თან мотивация აქვს ძალიან დიდი რა. თვითონ ამბობს, რომ ამ ბრძოლას მოვიგებო და White House-ში ვეჭვები იანსო რა. ანუ ეჭვი თუ მოიგო მიკროფონთან მაგას იტყვის რა, რომ მაჩხუბეთო და ჩემი აზრით რა ვიცი. რა მგონია, რომ ძალიან დიდი შანსია, რომ вообще აღარ იფიქრონ მერაბზე რა და სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე, რომ UFC პირველ რიგში შოუ ბიზნესია და ვისაც მეტი თვალი აქვს და ვისაც მეტი ფანი ყავს,
იმას ანიჭებს UFC ყოველთვის უპირატესობას და რავი, მაგაში არ გეთანხმები, სიმართლე გითხრა, ჩემი აზრით მერაბს იმდენი აქვს ნაჩხუბი და იმდენი აქვს გაკეთებული UFC-ისთვის, რომ ჯერ რიმეჩი არ მიცემიანს უსამართლობა იქნება, ხო? უსამართლობა იქნება, არა, ანუ შანსი არა. ჩემი აზრით უეჭველი მიცემენ იმას. რატო რა, ვერ არიცი რომ რა უსამართლობები ხდება? ხომ არა, შანსი არა. 5 ჭუბი, 3 ტაიტლი. ბაზარი არა, მერტმა გისმინოს, მეც ეგ მინდა, მაგრამ რა ეხა ომალიმ რომ სონგს მოუგოს. ხო. ისე რომ ანუ არ იყოს ლაპარაკი რომ აი სონგი მოიგო რობერი რო დაანოკაუტოს ფლეტლაინი. აი მაგასაც არა, აი 3 რაუნდი რომ მოუგოს რა. 3-ვე რაუნდში რომ ფეხზე იდგნენ და როცემოს რა. ჩემი აზრით მერაბას მიცემენ. მაინც მერაბს მიცემენ. ჩემი აზრით მიცემენ. ოკეი. თან იმან დენას ხო აქ ბიჭო, ვიცი, მაგრამ იქიდან გამომდინარე თუ რამხელა შონომალი ხო რავი, იმხელა აღარ არის როგორიც იყო. ჩემი აზრით მერაბმა რაც უკნა, ჩემი აზრით დაჰაბლა. ანუ ის star power-ი აღარ. Zero now, who's zero? და განულა. ანუ იმხელა star power-ი აღარ აქვს რა მერაბის გამო ეხა. მე მართლა ეგრე ვხედავ ეხა, ანუ დაჰაბლა და ეგეთი ტიპი აღარ არის რა როგორიც იყო. ხო, რაღაცეებს შეეშვა. ხო, რა ვიცი რა. მე მაინც გონია რაღაც პონჩი რა. კაი, ნუ რაც მოხდება. ხო, რაც იქნება, ნახოთ, ჯერ მოსაგები აქვს, ჯერ ეს პატარა მონსტრი ყავს. ხო, ნახოთ რა იქნება რა. კაი, კოეფიციენტები 1/50 აქვს ომალის და 2/63 აქვს სონგიადონგს. და რა ვიცი, შესაძლებელია ჩემი აზრით. ფეივორიტია ომალი და ჩვენი პროგნოზი შენც ომალის ფიქრობ, ხო? ოკეი. კი, ჩემი აზრით სიმართლე გითხრა 50-50-ია. კაი, ხო, მაგრამ მეორეჯერ ამბობ უკვე 50-50-ის. და რა მე? პიკი მინდა. ანუ ჩემი აზრით ეს არის რა 50-50 არის. კაი. სონგს ვიტყვი, იმიტომ რომ შენ ომალისი და. ოკეი. ანუ ეს არის რომ გავათანაბრო რა. კაი, მაიკლ ჯონსონზე რა თქვი შენ? მაიკლ ჯონსონი თქვი თუ აღარ მახსოვს? მოიცა? მაიკლ ჯონსონი ჰერნანდეზის წინააღმდეგ მაიკლ ჯონსონზე რა ვთქვი? მაიკლ ჯონსონზე არაფერი არ მითქვა. ოკეი, კაი. ხო, იმიტომ რომ მაინტერესებდა მეთქი ანდერდოგი, იმიტომ რომ მე მარტო მაიკლ ჯონსონი თქვი ანდერდოგი. ძალიან ისე გამოვიდა, მაგრამ ხო, ანუ რასაც ვფიქრობ, იმის გამო არა რომ ფავორიტია რაღაცა. რასაც ვფიქრობ, იმას ვიძახი. ხო, არა, მე სონგს ჩისტად იმიტომ ვიძახი, რომ შენ ომალი თქვი და მე ანუ 50-50-ის ვფიქრობ რა. გაიც, კაი. კაი, გადავიდეთ მეინზე, გადავიდეთ კარდის მთავარ ჭუბზე, რომელიც არის ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეთის წინააღმდეგ, როგორც ილია იძახის, პედი პიმბლის წინააღმდეგ. You sausage. Who is this pimple? Pedi pimple? Minnie Mouse? This guy calls himself Minnie Mouse? Okay, კაი, ორი არც თუ ისე დამსახურებული მებრძოლი დაპირისპირება დროებით გამარზე, სანამ ილია თავის პრობლემებს მოაგვარებს და დაბრუნდება, ცოტა ხანი შემოიხვევენ. გაერთობიან ბიჭები ცოტა ხანი. ბიჭები არა, ერთ-ერთი გაერთობა იმ fake კამრით, სანამ ილია დაბრუნდება და გააძრობს თავს. იმიტომ რომ ანუ გამოუვალი მდგომარეობა, ანუ სხვა დასასრული არ ექნება ამ ამბავს რა. რომელმაც არ უნდა მოიგოს, ილია დაბრუნდება და შეჭამს რა. ანუ ასუქებენ, მოკლედ UFC ასუქებს ქათამს, რომ ილია მოვიდეს, ამოიღოს თავისი დანაჩანგარი და შეჭამოს რა. ხო და ანუ აქ უნდა იყოს ჩემი აზრით არმან ცარუკიანი პედი პიმბლეთის წინააღმდეგ რა, მარტივად რა, იმიტომ რომ გეიჯის აქ არაფერი არ ესაქმება. გეიჯი უნდა იყოს სახში ახლა, გოლს უნდა თამაშობდეს. გოლს უნდა თამაშობდეს, ან ცოლს უნდა ეძებდეს. ხო, ანუ მერაბასავით. ანუ წასულია გეიჯის დრო რა. ფიზიებთან რომ
ორი კვირის short notice-ით რო ჩაუსვეს ფიზიები და მეორეჯერ როცემა, ეგ არაფერს არ ნიშნავს რა. იქ Max Holloway-ი ისეთი რაღაცა გაუკეთა UFC 300-ზე. რა ვიცი. ანუ თან ისიც არ იყო რომ რაღაცა მე უბრალოდ გათიშან რაღაცა, ანუ 5 რაუნდი ცემა და პირდაპირ 5 რაუნდი ბოლო ერთ წამში იმასქნა რა ეს მარწყვი დაადო ტორტზე რა Holloway-ი, ამიტომ ვერც იმას ვერ იტყვი რომ Holloway-ი რაღაც საიდანღაც გამოიტანა KO-ან რაღაც. არა, გაანადგურა Holloway-ი Gage-ი. რა თქმა უნდა, ანუ Gage-ის არ ვაკნინებ აქ არანაირად, უბრალოდ title shot-ისთვის title shot-ს ნამდვილად არ იმსახურებს რა. ბოლო პერფორმანსების შემდეგ, აი უბრალოდ ბევრი სხვა, ანუ მომენტ არც არის ხო, ბევრი სხვა ვინც შეიძლება რომ მან ყოფილიყო Gage-ის გარდა მაინც, იმიტომ რომ რეალურად Tsarukyan-ი არის მაგის გარდა. Tsarukyan უნდა იყოს ყველა. ხო, Tsarukyan უნდა იყოს რა. Tsarukyan-ს ჯის ბიძიადანა როგორიც აი დატუქსული ყავს რა. რო ზოგჯერ ამგონია ხოლმე, იცი? Tsarukyan-ი როგორ ყავს, იცი? აი სკოლაში რა ბავშვები რო არიან ოთახში და დამრიგებელს რო ერთი ყავს ამოჩემებული, ხო იცი და იმენა სხვა რო გააბრაზებს და იმასთან რომ მიდის და იმას რო იჩხუბება, ხო? სხვის გამო, ხო? აი ეგეთ მონჩი ყავს რა და რაღაც ჯონსი კიდე რაღაც ყლეობას გააკეთებს და ხო, ჯონსი რა ამერთებს ჯონსი რაღაც ყლეობას გააკეთებს და დანა Tsarukyan-თან მიდის და იმას ცემს, ხო? ტრაკზე ურტყავს. ხო და მეორე მხარეს კიდე ყავს პედი პიმბლეტი, რომელიც აი ესე უარდების გზა გაუკეთეს და ისე მოიყვანეს აქამდე. მაგრამ აი სიმართლე გითხრა, ბოლო ბრძოლაში რა, ჩენდლერთან. ეხა ჩენდლერი მაინც არ არის ისეთი, მაგრამ პიმბლეტმა ისეთი ბრძოლა ჩაატარა, აი მაგ ჩხუბში აჩვენა, რომ სხვა მებრძოლი იყო რა. კი. ანუ გადაუარა, ძალიან დაჩაგრა რა. თან იმხელა იყო რინგზე ამ ჩენდლერთან შედარებით, რომ გამოვიდნენ და რომ დადგნენ, მეთქი ეს ვინ არის. თან წინა ეგ ჩხუბი იყო, პირველად გამოვიდა, მანდ მე მგონი დაწნილთმებით რა და სხვანაირი იმიჯი ჰქონდა რა. და მეთქი ეს მონსტრი ვინ არის ყველაზე ხა. და ანუ ძალიან დაჩაგრა, ანუ პატარა ბავშვიც ფეხზე ხო ცემა და ცემა. და აი რამდენჯერაც მოუნდა ძირს ჩაიყვანა და სულ თავში უტყა. მაგრამ მაგის მერე, ანუ სანამ ხამარს მისცემენ, აი უეჭველი უნდა მიეშვათ ან Oliveira-სთან, ან Tsarukyan-თან title eliminator-ი, ან Maxi თუნდაც ხო. ან ფიზიევი. ხო, ანუ ნებისმიერი კონტენდერებიდან ნებისმიერი სანამ Gage-ისთან მიუშვებდნენ interim title-ზე. ხო, ანუ Gage-ისთან კიდე, ხო, ანუ ხამარზე რო არ იყოს კიდე შეიძლება, ბაზარი არა. ხო, არა, ხამარზე ჩხუბი ეს არ არის რა, interim ხამარზე. ხო, ანუ Tsarukyan-ი ისჯება, მოკლედ ეს ორი მებრძოლი იჩხუბებენ. ბევრი რო არ გავატრაკოთ ეხა ჩვენს. ვის ფიქრობ შენ? სიმართლე გითხრა მე პიმბლეტს ვფიქრობ მაინც. რამდენადაც არ უნდა დავცინოდეთ Pimples, ჩვენ Pimples რამდენადაც არ უნდა დავცინოდეთ, ჩემი აზრით Gage-ისთან მოიგებს. ძალიან მოტივირებული იქნება, ხო? კი, ძალიან მოტივირებული იქნება, ახალგაზრდა მშიერი, Gage-ის რა თქმა უნდა ვეტერანი არის. მე რამდენჯერ მეორეჯერ აქვს შანსი title-ზე თუ მესამე. ხაბიბთან ნახტქამარზე, Ferguson-ს interim ხამარი მოუგო. და დუბრონგსმა გაგუდა. დუბრონგსთან ნაცვლად. მესამეჯერ. ანუ იდეაში 4ჯერ რა. მე-4 არის თუ ინტერიმ ხამარს ჩავთვლით. ხო და რა ვიცი რა. ანუ სტილისტიკურად რას ფიქრობ შენ? ანუ სტილები რო იმას მაგაზე არ ვილაპარაკია. ხო, სტილისტიკურად ძალიან ისეთი, აი, იქიდან გამომდინარე თუ რაც ვილაპარაკე რა, აი, ბოლო ბრძოლაში რაც ვნახე, პიმბლეტი როგორიც ვნახე, მასეთი თუ გამოვიდა, მეც გონია რომ მოიგებს. თუმცა, ანუ ესე არ უნდა ჩამოვწეროთ მართლა Gage რა, Gage არის ის პიროვნება, რომელსაც ბომბები აქვს ხელში, აფერქათებს ისე იქნევს. Gage-ის რაც მიყვარს, აი ეს ქვემოდან მარცხენა ხელს რო თავზე ადებს და მარჯვენას რო ყბაში უტყავს. ძალიან ძიმე ხელები აქვს რა და
პიმბლეტმა იცის ხოლმე ამ თავისი ყბის ჰაერში დატოვება და შეიძლება ლივერპულში გადაუგდოს ის ხმა რა, ისეთი შეიძლება მოსთოს და. კი, ვიტმანის ჰაილაითმა შეიძლება. იოპ. და ჰაილაითოს პიმბლეტი. იოპ. ხო და არ არის გამორიცხული, ეგ მართლა კაი გამახსენე, ხა მართლა პიმბლეტი ტოვებს ყბას. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ და გეიჯის ლეკიკები ყველა მიცის კიდე რა. და takedown defense-ი აქვს ძალიან კაი კიდე, თან კოლეჯის მუჭიდავე იყო, მაგაზე სულ ლაპარაკობენ. აი ჩემი აზრით პიმბლეტმა out strength-ი რო არ გაუკეთოს გეიჯის, ანუ ძალაში რო ვერ აჯობოს გეიჯის ძალიან კაი შანსი აქვს. კი. ხო რა. ანუ ძალიან ჩვეულებრივად 50-50 ჩხუბია რა. თუმცა კი 50-50 ჩხუბია, თუმცა ხო, მეც ვფიქრობ, რომ აი იქიდან გამომდინარე, რომ პედი ძალიან მოტივირებულია, იმიტომ რომ ამას იგებს და კამარზე ჩხუბობს რა. ანუ კამარი უკვე აქვს ინტერიმი და მე ანაღდებს მაგას, მაგრამ ინტერიმ კამარი რო გაქვს, ეგ უკვე ძალიან დიდი ამბავია. ხო, თან ანუ პედი ძალიან დიდია რა, ანუ ძალიან დიდი ფანები, ან ძალიან ბევრი ფანი ყავს. კი. UFC-ს ბერავს მოკლედ. UFC-ს ძალიან უყვარს პედი და ანუ ილიასთან ჩხუბი იქნება ძალიან დიდი. ანუ pay-per-view-ს ხო, თან სიგიჟე იქნება. ისტორიაც აქვს ერთმანეთში. ისტორიაც აქვს, ხო? და მოკლედ ეგ არის promotional dream-ი. დანა ვაიტი არის ესე. მაგ იმაზე რა და. ეხა მაგრად უნდა რომ მოიგოს. UFC-ს უნდა რომ პედი მოიგოს. პიმბლეტმა დანას მაგრა გაუტყდება გეიჯი ბრო. რაღაცნაირად მოიგოს. ძალიან გაუტყდება. ის გიფი რო ხო ეს წითელი რო არის ეს როზის. ეგრე იქნება. It's fucking illegal. იქ გამოვა მერე იმაზე რა ქვია post fight ინტერვიუში იმასიტოს გამოადეინა და დაძდა ხო this kid დაიწყებს რაღაც. You know this kid დაიწყებს 50 წლის კაცზე. You know this kid. თან ანუ გეიჯი მეხა არა მომენტ ხა გეიჯიმ რო იჩხუბოს და ინტერიმ კამარი მოიგოს ილიას უეჭველი ეჩხუბება ერთ ჩხუბს რა. ვიფიქრე მეთქი ხო არ რიტაირმენტში ხო არ გავა თქო, მაგრამ რატო გავა ხო? ხო, უეჭველი უნდა უცადოს განაღდებულია ხო. მაგრამ ეგ ვაფშე იმენა როგორი თემა, აიცი იმენა რობიუშო ბებერი კაცი იმენა. აუ გეიჯის ილია რას უძავს იცი გეიჯის? რას დამართებს იცი? მაქსმა რაც გაუკეთა, იგივეს გაუკეთებს, ოღონდ ბოლო ერთ წამში კი არა, პირველ ერთ წამში ალბათ რა. ოკეი, კაი, 1/42 აქვს კოეფიციენტი პედიის. ცოტა დაბალია ჩემთვის მაინც რა. მე უფრო მგონია რომ ცოტა უფრო თანაბარი უნდა იყოს, ცოტა დიდი ფავორიტია. კი. და აი მე როგორი თად არც ისე მიმზიდველია. მე როგორი კოეფიციენტი მომეწონებოდა, იცი? აი რომ იყოს სადღაც პედის რო ქონდეს სადღაც 1/7 და გეიჯის რო ქონდეს სადღაც 1/9 რაღაცა. არა, 1/7 რო ქონდეს გეიჯის ექნებოდა სადღაც 2/10. ხო, ეგეთი რაღაცა რა. აი პედის რო ქონდეს ეგრე რა. ხო, ბაზარი არა, გეთანხმები, მეც ეგრე ვფიქრობ რა. ოდნავ ფავორიტი რო იყოს პედი რა. კაი, ხო, მეც ჩემი ოფიციალური prediction-ი იქნება პედი პიმბლეტი რა. კაი, მარტო სონგის იმაში, სონგი და ომალიში აუცდით მე მგონი რა. ხო და რა ვიცი, მოკლედ ეს იყო რა. ნახავთ ჭუბების მერე რომლები დავსვით, რომლები ავაცილეთ. ხო, შემდეგ კვირას ჩავწერთ კიდე ვიდეოს და განვიხილავთ განვი ქარტს, ანუ ამ ქარტს და ვილაპარაკებთ შემდეგ ქარტზე რა. შემდეგი ქარტი გვაქვს უკვე ავსტრალიის ქარტი. ლოპეზი ვოლკანოვსკი, ძალიან კაი ქარტია. ხო და ნახოთ რა. რამე ნიუსიც თუ დაიდრობა. მაგასაც განვიხილავთ. ეხლა ძალიან დიდი ვიდეო, საკმაოდ დიდი ვიდეო გამოვიდა უკვე, ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობთ, დავამთავრებთ. და მოკლედ დავბრუნდებით შემდეგ კვირას რა. გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო რა. დაგვიკომენტარეთ თუ რამეს ფიქრობთ თან. ეს თან დაეხმარება ვიდეოს YouTube-ის ალგორითმს, რომ სხვასაც შესთავაზოს ვიდეო, ვისაც აინტერესებს მსგავსი კონტენტი. და დაგვეხმარებით რომ გავიზარდოთ რა და გვექნება мотиваცია რომ გადავიღოთ უფრო მეტი ვიდეოები რა. მადლობა, ნახვამდის.